Ყველა სალამი ძვირფასებო. Ამბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ. ჩვენ ახლა ავტექით მე დაევიდონა, თუმცა გავიღვიძე, კაი ხანია, იგა რომ მიდიოდა, სანამ წავიდოდა სახში იყო და დიოდა წინ უკან და გამიღვიძა. ახლა არის 10:17 წუთი, მაგრამ 7 საათთან გვიძავს. ერთი ყავა უკვე გიახელით საწოლში. დღეს ანდრიას კლასში არის კრება პირველ საათზე. და იქ მივდივარ. ხო და არ დამავიწყდეს. მნიშვნელოვანი არისო. ბავშვმაც მითხრა. ხო და დამრიგებელს შემხვდა გუშინ და მამაც მითხრა. მნიშვნელოვანი არისო და იმიტომ ჩემ თავს ვეუბნები რომ ნინი არ დაგავიწყდეს. არა, არ მოვიწყდება ხოლმე ეს რაღაცები, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში. მოდი ბარემ გავასწორებ ამას, იმიტომ რომ განწყობისთვის. ესე იგი, გუშინ მინდოდა სარბენად წასვლა, მაგრამ გარეთ ვიყავით. მე, ბავშვები, ევა, მე, თორნიკე, ანდრია, ევა, იკა, პარკში გავიარეთ. ხო და ისე მე კარფურში წავედით. ევამ კარფურში მინდაო. და ისე დავიღალე, რომ ვერაფერი სირბილი პირდაპირ აქ დამოვწაკი, მაგრამ ისინი მაინც ვარჯიშე მე ავდექით. კლავების ვარჯიშები და რაღაც და აი ეგ შევამჩნიე, მაგეებს რომ ვარჯიშობ. მეორე დილას ვიღვიძებ როგორი იცი? აი ჯოხით ნაცემი ძაღლი. ჯოხით ნაცემი ძაღლივით ვიღვიძებ მეორე დილას. აუ ვიცი სულ დაგასწორებული, მაგრამ ხო გასწორებულია. ეხლა თქვენ ვერ წამოინით აქ რამდენი ჭიქებია. ეს სალფეტკი, ეს ისინი მოვაჭერი. ეს ჭიქები ნახეთ. ეს დილანდელი კოფე და ეს ტელეფონი უნდა წავიღოთ და თქვენ უნდა წაგიყვანოთ. ხმერთ ვაკრანაირად გამისწორებია. ეს კი არ გადმომიწევია. ნი. Por favor. No, აქ საბანია უკვე. Por favor. აქ ისე ვნახე. ნათასი რაღაც აყრია. აუშავდა. It's okay. ასე. ახლა თქვათ დილამ შვიდობისა, ამას აუ, მაცივარში რატო არ ჩადეს? ეჭენჯები საცხოვრებენ, არ ვიცი, კი არ არიან აქ. და რაღაცას რო დადებ, მე ჩდებიან და სად არიან, არ ვიცი. ფაქტიურად აქ არიან. აბასე იმოდიან, ისევ. აი მე დილამ შვიდობისა, ხალხო რა კაია ცხოვრება, რა კაია სიცოცხლე. მადლობა ღმერთო ყოველი დღისთვის. ყველაფრისთვის. ამ ტელეფონს ძალიან აქანავებს, არ გადავარდეს, მოდი აქ დავდებ. მადლობა ყოველი დღისთვის, ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. მადლობა. და გქონოდეს ის ყველაფერი, რაც გსურს. რა თქმა უნდა, თუ ეს არ არის დაკავშირებული ვიღაცის ცუდთან. ეგეთი რაღაცა არასდროს გქონოდეს და დანარჩენი. რაც გსურს ყველა სურვილი აქ ხდენოდეს. ახლა მინდა რომ წავიდე TBC ბანკში.
რამდენი ხანია მე სიკვდილება. აქ ახლოს არ არის. დღესდღეას მოვძებნე და დადიანის 123-125-ში არის. იგი ხარეს. ხო. არ ვიცი, არ შემიმჩნევია, არსად მე აქ TBC ბანკი და ვისად არის, არ ვიცი. იმედია ფილიალი მივთვით რა, იმედია ბანკომატი არ არის. არა, ფილიალი მივთვით. უნდა იყოს ახლა ამხელა დადიანზე ერთ ფილიალი, როგორ არ უნდა იყოს. ესეც სანაგვიდან მოტანილი რაღაცა საშინელება. მივაყუდოთ აი ეს, რომ კარი არ დაიხუროს. თან ისე რომ თუ კარი ამოვარდა ეს არ გატეხოს. აი ასე. ბიომშვიდობისად კაბილებო, კარგებო. ძვირფასებო. ასე. იმას დაგაყენებთ უფრო ახლოს. ой, გუშინ ვიყიდე. აი ეს. კარფურში აქცია იყო. პიკნიკის მე რაღაცა მომწვანო მინდოდა, მომწვანო მუქი ფერი რა. ხო და ბავშვებმა თქვეს, რომ ეს არის კლასიკური ფერი პიკნიკის სუფრისთვისო. არ ვიცი, მაგათმა უფრო იციან ვიდრე მე, ამიტომ დაუჯერე. ეკაც დაეთანხმა, ეს უფრო კაი ფერია, ხო და გავრეცხავ და შეგვიძლია დავიწყოთ პიკნიკობანა. სეზონი კი არის უკვე. თან კაი ხანია. ასე. Espresso macchiato, por favore. ასე. ახლა მოვიდუღოთ ყავა. არ ვიცი ხალხო რა მჭირს. მე მგონი ეს ზერო. აი, ყავა ახარა მაქვს. აუ, კაი, რატო არ გამახსენდა? ეს ყავა აღარ მაქვს, გუშინ არ დავლიე ბოლო. რატო არ გამახსენეთ? aga თქვენ გისაყველურეთ. არა, აღარ მაქვს. აბა იქ ნახავი მოთახში იქნება არის. არა, არ არის. Orada როგორ მინდოდა просто არა კაკაო არ მიყვარს. კაკაო ხარ გავიკეთე ეგრე ყავს. ეს ნახე просто. ეს გაუთავებიათ უკვე. იკასაც უყვარს ბავშვებს და ნახე. ვაიმე просто. ну მაშინ უნდა ისევ ავადუყოთ და ის დავლიოთ ხო გზა ეხა მე ასე წამოსვლელი არ ვარ რაღაცნაირად ვარ აი მზე მოქმედებს ესე თუ რა არ ვიცი აი რაღაცნაირად მოთენთილი თუ ეგრეა ძალიან დამერხა იმიტომ რომ ეხა ცხელი დღეები იწყება და იმედია რომ ეგრე არ არის და უბრალოდან გაციებული ვარ ან რაღაცა ესენი არ შეიძლება ესე როდებს, მაგრამ გააგებინებ ამით. აი, რა ცუდია. და ის მინდოდა, ეს უკვე დავლიე. მას სხვა გემო აქვს, თოკოს ძინავს, რა გავაგზავნიდი. შავი შოკო.
არა, შავი შოკო კი არა, დღეს ნახე. დღეს ნახე რა მინდა. Por favore. Espresso macchiato. აუ ეს აი დილას იმას უქნია სველია და იქ გადაუფენია პროსტა აი არ ვიცი ხო შეიძლება გარეთ გაიტანო ან რაღაც არა ვერ გავაგებინე აი რისთვის აკრავენ ამას ქართულ ენაზე როცა ისედაც აწერია და თან ხშირად ქართულად ეხა 333 აწერია. ხშირად ქართულად აწერია შეცდომით. ხო, არა, ეხა სწორად აწერია. ეს სამომწონს. ავაწყოთ, მოდი ჩვენი დილის სეტი. ვარდისფერი. ლურჯი ყვითელი თეთრი არ მინდა 11 გრამია მოდი ავასაც მივცემ თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ეს 4 ფერი. It's for you. არაფერს შემოსიყვარულო. ასე ეხლა აქ მაგ მზეს რო უმზირა ეგ 10-ად გადაკეთდა. აი გავანულოთ. ეს დედასია. ესე ჩემი. ხო. ჩემია. ჩემი მარშმელო. კი, ეგ შენი მარშმელოა. გინდა რომ შევწვა? კი. ეხლავე. მოდი შევწვა შენი მარშმელო. ეხლავე დედიკუნი. ესე. დღეს მაღაზიაში წავალ, გამახსენე რომ ყავა ვიყიდო. კაი, ყავა აღარ მაქვს. არ გვაქვს ხო, გამახსენე მაღაზიაში წავალ, კაი? ბავშვები უწვავდნენ ხოლმე თორნიკე და ანდრია და მოეწონა შემწვარი. ძალიანაც არის მას შვები ხო ხდებით, რომ აი დამწვარი არ იყოს. არამედ იყოს შემწვარი. აუ ერთი მოდი ჩვენიც ეგრე გავაკეთოთ. ოღონდ ჯერ ყავა დავისხათ და მე ევინახე რა ლამაზია და Espresso macchiato. ოღონდ ფრთხილად ცხელი იქნება. Por favore. Espresso macchiato. Por favore. აჰა, კიდე რა მინდოდა ახლა? ყველი. არა, ყველი იმ ყავას. ბუში მიყიდა ეს ყველი, აი. მაგრამ ჯერ ამას არ გავხსნი. ჯერ აი ეს გვაქვს.
სანებოს შებოლილი 20%-იან ფასდაკლებაში იყო. ხო და ვიყიდე. ახლა ეს მაიმუნური ნაჭერი მოვიჭრეთ. პაწაწინა. აუ რა კაი სუნდათ გაიცით? აი კარამელის შემწვარი იმის შაქრის. მოდი დავისხათ ჯერისა. კოფი, აღარ ჩემი დიდი ჭიქა სად არის? არ არის. ოკეი, მოდი აი ამაში დავისხათ ხა. იგივე ჭიქა არ მინდა. Espresso macchiato. Espresso macchiato. Por favore. Espresso macchiato. Por favore. ერთი ცალი შევბრაწოთ. იცით რა სურნელი აქვს? Espresso macchiato. Por favore. Por favore. Por favore. Na 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 na. Na 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 na. Na 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 na. Ირა ტყარია ესენი ჩემთან. ყავაც მოვიტანოთ. Marshmallow pallies ASM. დილამშვიდობისა ტკბილებო და კარგებო. აქ ის მაგადა ფენილი. გუშინდელი რაც მეცვა. რაოდე? რა? საყვარელია კი? აბა, ნახოთ ახლა ეს როგორ გაიწელება. მე თვითონ კაია.
კი მოვიტყარე, მაგრამ ერთი 10 ჯერ უფრო გემრიელია. ვიდრე ისე. ეს ძალიან მიყვარს, ეს ყველაზე მეტად მიყვარს ეს მარშმელო. ამას ერთად ბაგრები შემიჭამ, იმიტომ რომ ესე ვაძლევ ხოლმე. მაგრამ მაინც ყველა მიყიდა თავისთვის რაღაცა და მე ჩემთვის ვიყიდე გუშინ. ზესუმზირები, ხა წავიკითხავ თქვენს კომენტარებს. ბატონო! დედა ვინ არის? დათვი? გასაგებია, დათვების ოჯახი. წავიდა, კი. Espresso macchiato, por favor. ოკაიო, ხმერთო. დილას ძალიან შემიყვარდა რამე თხილეულობა, ეხლა არ მაქვს ისა. მიწის ხელი უნდა ვიყიდო. აბა, დავიკითხოთ კომენტარები. ძალიან ბევრი კომენტარი იყო. და მინდა რომ ყველა წავიკითხო. აურა გემრიელობაა პროსტა. ტკბები. ერთადერთი მაგრია ნალექიანი ყავა. იმიტომ რომ ეგ მინდოდა. ბატონო. მღერის ბაია დათვი? რა მაგარია. ძალიან საყვარელია ბაია დათვი. პატარა. მიყვარ ხარები? რა უნდა? არ ვიცი. არ არის. ბატონო. არ ვიცი. ოკეი, მართლა. ხო, ამბობენ რომ დილა უნდა დაიწყო ასე, ისე, არ შეიძლება ასე, არ შეიძლება ისე. ჩემი აზრით დილა ისე უნდა დაიწყო, როგორც შენ გულს უხარია. ლამაზი კაბა, ეგ არის ყველაზე სწორი დასაწყისი. როცა იწყებ იმითი, რაც შენ სულს და გულს უხარია. მე ასე ვთვლი. და კი, ჩვენი არჩევანი. ჩვენი თავისუფლება ზუსტად ჩვენი არჩევანია, მაგრამ მე არ მინდა ჩემი არჩევანი იყოს ტანჯვა. ტანჯვასაც ვერ ავწდებით და ამა თუ იმ დოზით. არ ვიცი. მანანა ნინი საფრანგეთში ასე იქნებიან მაისიდან ბასენზე დაყავთ ასეინოთ დაყავთ სპორტზე. არაფერი არ გამოეპარებათ ნინი რამე თუ ჭირდებათ ან რამე გეტყვიან წაიყვანეთ თვალის ექიმთან ან სხვა რამეზე აქ სასწავლები არიან ნინი. აი ესე იგი მასეთ სიტუაცია რო იყოს ჩვენთან მე ხო არც ვიფიქრებდი. ანუ პირველი ვიქნებოდი ვინც ბავშვს მიიყვანდა მანდ, იმიტომ რომ რავი, სხვანაირად მე შეუძლებლად მიმაჩნია. რა ბედნიერებაა. ასეთი სიტუაცია როა იქ. და იმედია ჩვენთანაც მალე მოვა. თუნდაც ექცევიან ბევრი. გამიგია ბავშვებს ბაღში. ძალიან კარგია შენთან რომ ყავს გვერითევა. საყვარელი ნინი საფრანგეთში 3 წლის როგორც გახდება უფლება არ აქვს შობოს თუ არ შეიყვანს საფრანგეთში ბაღს არ ეძახიან მოსამზადებას ეძახიან სკოლისთვის ვინმეს
თუ უნდა უფრო ადრე შევლია მიყვანა, ხო, აი ძალიან კაი, მასეთში მივიყვანდი, რატო არ მივიყვანდი. სიამოვნებით. მაგრამ აქ როგორც არის ეგეთი სავალდებულო არ უნდა იყოს. ყავის კი მოუხდება ძალიან. იგას დაბადების დღე ვიგულავებთ. იქამდე კიდე ვიკლავებით გემრიელად. დეფიციტის ფარგლებში, რა თქმა უნდა. თეამ შვიდობაში თოკოს ტელეფონი. ბონიო, ეს თოკოს ტელეფონი არის ტელეფონი, რომელიც საყიდლად ბონიც იყო. მანანა ნინი, კარგი დღეები და უბედნიერეს ცხოვრებას გისურვებ. როგორ მიყვარს შენაირი ადამიანები, არავის რომ არ გაჭორავს, ცუც არ იტყვის, არავის ღმერთმა დაგლოცოს. ნინი, შენი ოჯახით საყვარელი შვილებით წარმატებები ნინი ცხოვრებაში. მე მგონი ეს აი სხვას რო არ გაჭორავს, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯერ ერთი იმაზე რამდენად გაქვს მიმღებლობა საკუთარი ცხოვრების და რამდენად გიყვარს, ანუ როცა შენ გიყვარს შენი ცხოვრება, როცა შენ აფასებ შენს თავისუფლებას, შენს პირად საზღვრებს, მე თავისუფლებას არ აძლევ, რომ სხვაზე იჭორაო, არასოდეს. იმიტომ რომ რასაც ფიქრობ ის ხარ. ანუ რასაც ჭამის კი არა, რასაც ფიქრობ ის ხარ და ეს არის უმნიშვნელოვანესი. მე კიდე ის ფაქტორია, რომ მე მგონი გარემოსაც აქვს მნიშვნელობა. მე არ ვიცი როგორი ვიქნებოდი სულ ჭორიკნობა რომ მქონოდა გარშემო. აი, ბებია ჩემი არასდროს არ იყო იმათ წრეში ბებიები რო დაჯდებიან ხოლმე და რო ჭორაობენ ყველაზე და ყველაფერზე. ბებია ჩემის ადგილი იქ არასდროს არ იყო და არასდროს მათ წრეში არ იყო ეგ. თან ამბობდა რომ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დააბჭდები მთელი დღე სხვაზე როგორ უნდა ვილაპარაკო. მეცით მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ადამიანი რომელიც უწუნებს ვინაც კონდეს საწუწუნო მისი ტვინი იცვლება, ზიანდება. ადამიანი რომელიც ბოროტებას და ცუდს ფიქრობს, ამბობს სხვაზე, მისი ტვინს ზიანდება, იცვლება და ანუ მიმართული ხდება ცუდისკენ და ნეგატივისკენ. და მე ძალიან ვიხიბლები ადამიანებით, არ ვაკრიტიკებ ისევ და ისევ არავის. ვიღაცა შეიძლება ძალიან რთული ცხოვრება აქვს და ამაზე წუწუნებს, იმიტომ რომ ვერ უძლებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სხვებზე ჭორაობა უყვართ და აი რაღაც სიბინძური აქვთ გულში, ხო? და ნუ ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ ანუ ეს გამოთქმა რო არის, ხო იცით? გქონდეს შხამი გულში და ასევე გქონდეს იმედი, რომ ეს შხამი სხვას მოწამლავს, სისულელეო. ეგრეა. ანუ შენ გწამლავს ეს. მე ძალიან ვიხიბლები ხოლმე იმ ადამიანებით, ვისაც რთული ცხოვრება აქვთ და მიუხედავად მაგისა, სულ პოზიტივში არიან, სულ კარგად არიან, სულ ფეხზე დგანან. აი ძალიან ვიხიბლები ეგეთი ადამიანებით და ძალიან ხშირად ხალხი ეგეთ ადამიანებს განსჯის. მაგალითად, დედა რომელსაც ყავს შვილი, რომელსაც აქვს რაიმე დაავადება, მძიმე ბავშვი მაგალითად ვერასდროს გაიulis, ვერასდროს დაილაპარაკებს. და დედა მაგარ ფორმაშია თავს სულის, ვარჯიშობს, ცეკვავს, მღერის და ბევრი ჩემნაირად აღფრთოვანდება მის თმარა, ბევრი იმას ეტყვის, რომ არა გემღერება, გეცეკვება, რა გევარჯიშება, წადი მოკვდი. ანუ არ ესი მაია ასათიანი შემთხვევა მაგალითად.
როგორ გაბედე რომ უბრალოდ ცოცხალი ხარ თავსული ფორმაში ხარ რაღაცა მაშინ როცა სათავზე ჩამო ძალიან არ მიყვარს ესეთი რაღაცები რა რაღაცები როცა ასე აკეთებენ რო ადამიანს ესე ამუნათებენ და ასე შემდეგ მე მივესალმები ყოველთვის იმას რომ ადამიანმა გააგრძელოს ცხოვრება არ გაბოროტდეს არ გაცუდდეს არ განადგურდეს თავი არ გაიუბედუროს ვიცხოვროს ამას დიდი ძალა ჭირდება და ამაში ადამიანი კი არ უნდა დავადანაშაულოთ პირიქით გამიგია შებოლილი სულგონია ახლა ეს ისეთ დონის შებოლილია როგორც არის მაღაზ ბაზარში ყიდება ხოლმე უსახაპრულია მადლობა მანანა ძვირფასო თეა ნინი მე შენ დიდი ხნის მაყურებელი ვარ გიყურებ 2020 წლიდან დღე არ გავაშენი ვიდეო არ ვნახო უბრალოდ არ შემიძლია სულ მაკლი ხარ რომ არ გიყურო შენი და კოდის ურთიერთობაზე ვგიჟდები როგორი პატივისცემა გაქვთ ერთმანეთის მიმართ ორივე შეგნებული ადამიანი ხართ თოკო ანდრია ევა უსაყვარლეს შვილები ყავს შვილები არა უფრო ძმებს ვიტყოდი დიდი ბიჭები არიან უსაყვარლესი მიყვარხართ მთელი ოჯახი იმედი მაქვს ერთ დღეს სადმე შევხვდებით ერთმანეთს უსაყვარლესო თბილო და ტკბილო გოგონა შენი ყველაფერი მიხარია არ ვალაიქებ რო არ გამიქრეს მინდა კომენტარი ანუ დაწერითაც უპასუხო ძალიან დიდი მადლობა თეა ძვირფასო ჩემს გულში ხარ და ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და ასევე ძალიან დიდი მადლობა რომ მითხარი და ანუ მე გავიგე რომ შენ მიყურებ ჩემთან ხარ გიყვარვარ და თუ კი სადმე შევხვდები აუცილებლად მოდი და მითხარი მე ის თეა ვარ 2020 წლიდან რომ გიყურებო და ძალიან გამიხარდება ამ შვიდობაში თოკო ბიბიმ დაწერა ბებემ მშვიდობაში თოკო ნინომ თეამ მიყვარხართ მეც ანდრიამ რაღაც მომწერა სკოლაშია და ერთი წამი თქვენის ნებართვით ვნახავ სიცოცხლე დავბრუნდეთ ისე ქრისტინე მშვიდობაში და ბედნიერებაში თოკო სასიხარულო ზარები შემოგსვლოდეს სულ მადლობა ძვირფასებო ნანა მშვიდობაში ბედნიერი ზარები მადლობა შორენა ნინ თუდას გავაკეთე ოსპის ოლოდები და ძალიან გემრიელია ოქროს ხელები გაქვს მადლობა რეცეპტისთვის ძალიან საყვარელი ოჯახად მშვიდობაში შენაძენი მადლობა ძვირფასო მიხარია რომ მოგეწონა და ძალიან მიხარია ხომ როცა რაღაცა ჩემი რეცეპტი მოგწონთ აი ძალიან ბედნიერი ვარ ხომ ბაბი მშვიდობაში კარგ შულს მადლობა ძვირფასო ვიოლა ნინ ძალიან ლამაზი კაბა ძალიან გიხდება შეინახე აუცილებლად და სხვაებიც იყიდა კი მოგიხდება კაბები ასეთი სიგრძე იდეალურია ხო აი ჩემი სიმაღლის გოგოებს ჩემი აზრით ეს სიგრძე ყველაზე მეტად გვიხდება ანუ ძალიან გრძელი რავი მალავს მთელ სილამაზეს ჩემი შემთხვევაში და კაცები ვისაც ვიცნობ არც ერთს არ უყვარს აი კოჭამდე კაბა აი მუხლამდე რაღაცა ხო თუნდაც მუხლს ქვევით მაგრამ კოჭებამდე კაბა აი მე მომწონებია ძალიან მაგრამ მაგათ არ მოწონთ თქვენ დაწერეთ აბა თუ იცით ეგ ნინიკო მშვიდობაში ტელეფონი კარგია რომ გაახარეთ თოკო კარგი დედა საუკეთესო შვილები სიმართლე გითხრა ძალიან მინდოდა რომ ანდრიასშიც მეყიდა მაგრამ არ არის ანდრიას გამოსაცვლელი აქვს და შევპირდი რომ დაბადების დღესთვის უყიდი
მაგრამ გული დამწყდა მე თვითონ. და იმდენჯერ ვუთხარი შენს გიყიდი მეთქი რომ მითხრა რომ მეც მიხარიო თორნიკეს უყიდათო და ამდენჯერ ნუ ხარ მიმეავებ თავი ცუდად არ მიგრძნიაო მე ვიგრძენი სერუნდიაში მაგრამ მშვიდობაში თოკოს ტელეფონი ბევრი სიხარულები და ბედნიერება კარგ თოკოს მადლობა ძვირფასებო ვაპირებ რომ დავამატო პატრეონი ანუ ადამიანებს ვისაც ექნებათ სურვილი რომ მაგალითად დამეხმარონ და მხარი დამიჭირონ ან გამახარონ შეძლებათ ეს გააკეთონ რაღაცნაირი ფასიანი გამოწერასავით არის და ვფიქრობ მაგაზე იმიტომ რომ აი რომ იმდენად ცოტაა შემოსავალი ქართულ სოციალურ ქსელში თავისით რაც არის შემოსავალი რომ რავი არაფერში არ გიყოფ ადამიანს და ძალიან გული მწყდება ხოლმე რომ მთელი ჩემი სიყვარულით და მთელი ჩემი დროით აქ ვარ და ჩემ თავზე იმედი მიცრუვდება და ვბრაზობ ხოლმე რომ ჩემ შვილს არ შემიძლია უყიდო მაგალითად ტელეფონი და ანუ არ ვიცი ეს საკითხი აქამდე არ მაფიქრებდა ხოლმე და ეხლა რა ვიცი ეთყობა ასე კი მომივიდა მე ერთხელ ვისაუბრებ მაგ თემაზე ანუ ჩვენთან საქართველოში მათხოვრობას ეძახიან ამას და ხალხი ასე ბინებს ყიდულობს სხვადასხვა საჭიროებებს იკმაყოფილებს და ღმერთმა ყველას შეარგოს მე არავისი არაფერი არ მშურს უბრალოდ ორი კატეგორია ადამიანების ერთი რომელსაც კომპანიებთან აქვთ ურთიერთობა და კომპანიები უხდიან და მეორე რომლებსაც ხალხი ინახავს ასე ვთქვათ და ორად არის გაყოფილი რა ეს ინფლუენსერები ასე ვთქვათ მე არც ერთში არ ვარ და ვფიქრობდი რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ და საერთოდ ეხლა ვფიქრობ ამაზე ხო და მაქვს რაღაცა გეგმები რომელსაც ჯერ არ მინდა რომ ვისაუბრო მაგრამ თანდათან და ეტაპობრივად გაკეთების სამეფ აუცილებლად გაგიზიარებთ ხო იმიტომ რომ სამი შვილი მყავს და არსად არ მივდივარ აქ ვარ თუ ვინმეს გონია რომ ბლოგერობა კონტენტის შექმნა ვიდეოს გადაღება ამის დამუშავება ამას ცოტა დრო სჭირდება თუნდაც საათობრივად ანუ 70 წუთიან ვიდეოს რო გადაიღებ შენი სიცოცხლის 70 წუთია აქ და შემდეგი 70 წუთი კი არა საათნახევარი და 2 საათი ზიხარ აჩქარებ კადრს ჭრის ზედმეტს ანუ ადებ ხმას ახმოვანებ ამაში იმაზე მეტი საათებიც იხარჯება ვიდრე მაგალითად 9-დან 6-მდე რო იმუშაო ანუ ეს არ არის ცოტა მით უმეტეს TikTok-ზეც თუ ხარ YouTube-ზეც თუ ხარ რეალურად ეს ძალიან დიდი სამუშაოა და თან ხალხთან რო ხარ არ არის სადვილი აქ შენ სულს და გულსაც დებ და ანუ როცა იმდენად ცოტა არის მერე შემოსავალი აი ამ შენი გულწრფელი შრომით რაღაცნაირად შენ თავთან კითხვები გიჩნდება ანუ რას აკეთებ არასწორად იმიტომ რომ ხედავ ადამიანებს რომლებიც ბინებს იშენებენ ირემონტებენ და ასე შემდეგ რომლებიც რეალურად შენზე მეტს არ აკეთებენ ანუ იგივე კომპანიებთან თანამშრომლობით ან ნუ ხალხის დახმარებით ხო ორივე ვარიანტი ხდება ეს და ამ დროს შენ
დებილი ვითხარ, ეგრე გამოდის, რომ დებილი ხარ. ხო, რავი, გული მწყდება. ჩემ თავზე. იმიტომ რაღაცას მართლა არასწორად ვაკეთებ. და როცა მეცოდინება ჩემთვის, კონკრეტულად ჩემთვის რა არის სწორი გზა, აუცილებლად თქვენს გეტყვით. ლელუ გეთანხმები საყვარელო. მეც ლაგებაში ვარ, საზაფხულო ფორმაზე გადავეწყეთ, ისე მიხარია ზაფხული, მეც ძალიან საყვარელი ხარ, ნინ ღრმა ადამიანი და უძლიერესი გოგო ხარ, მადლობა ძვირფასო. ნატო, გილოცავ თოკოს სიხარულში და ბედნიერებაში მოიხმარე ჭკვიანი, ზდილობიანი ბიჭი ხარ, შენი დედიკო სიხარული და სიამაყე ხარ, ძალიან გამიხარდა შენი სიხარული, მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა, აი გულწრფელ მოლოცვაზე ძვირფასი არაფერი არ არის. მშვიდობა შენზე საყვარელო მიყვარხართ ლელუ. ნანა, ეხლა ამ წონზე კაბა ძალიან გიხდება, თუ ლამაზია, მადლობა ძვირფასო, კი ნამდვილად ძალიან მომწონს და არ ვიცი ხა თუ მოვასწრებ ამ წონაზე მე ამ კაბის წასვლას თუ არა და მე გავაჩუქებ, იმიტომ რომ 50 კილოზე ეხლა ეკაბა მე უკვე აღარ მომიხდება, ანუ ფართხუნა იქნება. ლელა მშვიდობაში თორნიკეს ტელეფონი ჯანმრთელობაში ბედნიერებაში სულ კარგი კადრები გადაიღოს. მადლობა ძვირფასო, მაკა მშვიდობაში თოკოს ნინი ბონიტო სრულფასოვანი წევრია ოჯახის ძალიან საყვარელი. ხო, ზოგიერთები გუშინ წინააღმდეგი იყვნენ ბონიტოსთან წაყვანის, იმიტომ რომ ან არ არწყიოსო, ან რამეო და ზედ მეტი სტრესი რად გინდაო და ისედაც ამდენი მივდივართო და ბავშვი მიყვავსო. ელაო და ასეო და ისეო და რავი, ძალიან შემეცადე არ იყო სახლში და მარტო არასოდეს არ დარჩენილა და ძალიან მეცოდება. შეიძლება ჯობდა რომ დარჩენილიყო, იმიტომ რომ გზაში ტიროდა, ანუ მანქანით მგზავრობის დროს უტირის ხოლმე, მაგრამ არ ვიცი. ვიფიქრე რომ მისთვის ჯობდა რომ შენთან ერთად ყოფილიყო. ანუ ალბათ ჩემთვის როგორც ჯობდა, ისე ვიფიქრე მისთვისაც. ანუ მე რო ყოფილიყავი მის ადგილას, მე რჩივნებოდა რომ პატრონებს თან წავეყვანე. თან ხო ვიცი, აი, კარებში წევს ხოლმე, როცა სახლში არიან ოჯახის წევრი და ერთი მიდის, კარში წევს და ელოდება და ყველა რო წავა რა მოუვიდო და რავი. ინგა მშვიდობაში მოიხმაროს ნინ, მადლობა ძვირფასო, ირმა ბედნიერებაში მოიხმარე თოკო, მადლობა ძვირფასო. ვიოლა მშვიდობაში და ბედნიერებაში მოიხმაროს თოკომ ტელეფონი, მადლობა ძვირფასო. ტე 1-2-3 მშვიდობაში, მადლობა. მარიამ, ნინი ლამაზო, ძალიან მიყვარხარ. ნინი ლამაზო, გილოცავ თოკო, მშვიდობაში, ბედნიერებაში, მადლობა ძვირფასო. ნინი, მშვიდობაში, წარმატებებში, მადლობა ძვირფასო. ჩისატო, ვაუ, გოგოშკა ხარ, ნამდვილი კუკლანი, ის ადგილი შენ რომ დადიხარ, დიდ კარფურში სად არის ტერიტორიულად. იქ ხეივანზე, აღმაშენებლის ხეივანზე, აი თბილისის უკვე გასასვლელში. ნინო დვალი, თოკოს მშვიდობაში ახალი ტელეფონი გილოცავთ შენაძილს, მადლობა ძვირფასო, ირმა, გილოცავ თოკო, ჩემო ჭკვიან და თბილო ბიჭო, ბედნიერებაში მოიხმარე, მადლობა ძვირფასო. ნანა მშვიდობაში და ბედნიერებაში, მადლობა ძვირფასო. ლიკა მშვიდობაში, კინი, მეც ასე მომივიდა ზუმერში ვიყიდე გავხსენი და თურმე ჰქონია თავისი кейსით, ეგ მარკეტინგია, მაგათი სავარაუდოდ იციან 100%-ით, მადლობა ძვირფასო და აი ძალიან ცუდი ტონია ეგ რა თუ ეგრეა და იციან მე ვიფიქრე ვთქვი რომ იქნება ანუ ყველა ტელეფონი ხარ რამდენიმე ტელეფონი აქვს და ხო შეიძლება რომ არიცოდნენ ახლა რომ იმ ტელეფონს მოყვება და მე ეგ ვიფიქრე და დანარჩენებმა ყველამ თქვეს რომ შანსი არ არის ანუ არიცოდნენ რომელს რა მოყვება იმიტომ რომ ეგ ევალებათ და ყველა ვარიანტი იციან უბრალოდ დავალებული აქვთ რომ ესე გააკეთონო და თუ ეგრეა ძალიან ცუდია ჩემი აზრით, რავი, აი რომ მოყვება, რა თმინდა მეორე, მით უმეტეს როცა ნახე არც მკითხეს, кейსი ხო გინდათო და კიო და შავი მოგვიტანეს ხო და გამჭვირვალე გვინდოდა და ანუ მე შევამჩნიე უკვე რომ უნდა გაეტარებინა რომ შავი იყო და მკითხე თოკოს მე კი შავი გინდა მაგრამ კი არგან ტელეფონი ნაცრისფერი იყო და არა შავი არ ვიცოდი უნდა თუ არა და ანუ მე ისა მოვძებნითო და მე იმ გოგომ რომელმაც кейსი მოუხდა ცალკე იმან მითხრა ძალიან კაი და საყვარელი გოგო იყო რა ისაო მე ვიცოდი რომ არ იყო და შავი იმიტომ მოგეცითო ანუ არც გქონდათ რეალურად არჩევანი და მე ისე გააკეთეს რომ თან ეძებდნენ. ხო და რავი, არ ვიცი.
ნუ ეხლა მაგათი ბრალი არაფერი არ არის, ალბათ დავალებული აქვთ ეგრე, მაგრამ ნუ ცუდი მომენტია. თორე 25 ლარის ჯანდაბას. ირმა, შენი სული გული აზრების უფთაზე უფთაა და ვერასოდეს გაბოროტდება. შენ ხარ ნამდვილი და რეალური, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარ ხარ ჩემო საყვარელო, უზომოდ. მწვანე კაბა გიხდება ნინლელა, მადლობა საყვარელო, თამარელა, საშინელი გამოცემა მაქვს ბაღის, ღმერთს მადლობა რომ დავასრულეთ. ახლა ვფიქრობ სწორი იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილება წვიფაზო მიიყვანის თუ გამოყვანის? გაგვიზიარება თუ შეიძლება. ქრისტინე, ბედნიერებაში თოკოს. ნინ მიყვარხარო ლელუ, მე ძალიან მიყვარხარ ძვირფასო. სოფო, ნინილი აღარ დაკვებათ როგორც ადრე სულ დადიოდა. არა ძვირფასო აღარ დაკვება, იმიტომ რომ გავემინჯნეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მე ვუთხარი რომ მე აღარ ვაპირებ როგორც მთელი ცხოვრება ვიქცეოდი ისე მოქცევას. ანუ ვგულისხმობ რომ როცა ადამიანი 3 ღამე შენ გლანძღავს, გაგინებს და ყველანაირ უშვერ რაღაცას კადრებს, მე-4 დღეს არ უნდა გამოვიდეს და ისე არ უნდა მოიქცეს, ვითომ არაფერი არ მომხდარა. არსად არ უნდა წამოვიდეს შენთან ერთად, არ უნდა მოგიყვეს ამბები და შენც არ უნდა ელაპარაკო დებილივით. მე აქამდე მთელი ცხოვრება ეგრე ვიქცეოდი, რომ აი ამ ყველაფრის მერე ვითომ არაფერი ესევე კონტაქტებოდი და რეალურიც და უარესი ხდებოდა. აი ახლა მაგალითად ძალიან შემოწოლილი ქონდა ეს ნეგატივი. ჯერ ქვემოთ მეზობელს ჩაუვარდა საქმის გასარჩევა, ჯერ ჩემთან არჩია აქ და მე ვუთხარი, მე ნუ მელაპარაკებ, მე ნუ მეუბნები. თუ ვინმესთან პრობლემა გაქვს, იმას ვუთხარი, მე რატო ზურგს უკან ვინმეზე, რატო უნდა ილაპარაკოს ვინმემ თუნდაც ჩემი ოჯახის წევრმა ჩემთან, ხო? არ მინდა წადი და თუ სათქმელი აქვს, იმას ვუთხარი, თუ იმას არ ეუბნები, კიდე მე ნუ მეუბნები და შენ თავთან გაარკვი. ჩავიდა იქ ერთი ამბები ატეხა, მე ვერაფერს ვერ მიაღწია, არ აყვნენ, ამოვიდა უკან და მერე მაგის მერე 3 ღამე მე მლანძღა და ყოველთვის როდესაც სულად არის და სხვას ვერ აიყოლებს, მე მომდგება ხოლმე რა. მე წავიდა ელენესთან, იმიტომ რომ ელენეს დაბადების დღე იყო, 3 დღე დარჩა, მე-3 დღეს მოვიდა, ხო და ისე მიყვება იქ რაღაცებს, რაღაცა, ვითომც აქ არაფერი. და მე არ ვისაუბრები, იმიტომ რომ არ არის ეს ნორმა და უნდა იცოდეს რომ ეს ნორმა არ არის. ხა წარმოიდგინე თქვენ აი ნებისმიერ თქვენთაგანს, ხო? აი თქვენი ოჯახის წევრი, გინდა დედა, გინდა ქმარი, გინდა შვილი, გლანძღოს, აი ისეთი უკადრებლები გაკადროს და მერე გამოვიდეს და ვითომ არაფერი რაღაცა ამბის მოყოლა დაიწყოს, ან შენთან ერთად სადმე წამოვის. ანუ ეს ნორმაა? ეს არ არის ნორმა. всё. ევი, დასაკეთებდე? უნდა ვნახო რაღაცა ძალიან ჭუმად ხარი ხალხო. დინოზავრების წიგნს კითხულობს. წარმოეწონა ერთი დინოზავრების დიდი წიგნი მარიამმა რო გამოგვიგზავნა. ხათუნა ჩვენი უძლიერესი ნინი და გულისულის სიმშვიდე ხარ. მადლობა ძვირფასო ლელა. არ გააჩქონი ულამაზესი კაბა, ძალიან მოუხდა ჩემ შვენიერს ხელს, ფერიც სუპერ. მადლობა საყვარელო. სალამი ჩემო ლამაზო, მიყვარხარ ყველაზე მეტად. მეც ასე დალაგების პროცესი მეჯავრება. იმდენი ხანია ვიძახი და ახლაც არ დამიწყია დალაგება. მთელი დღე გავა ან ჭურჭლის რეცხვა მირჩევნია. ხო, მეც ესე ვარ. აი კაბაზე ხო ეგრეა, რომ ეხა თუ ჩავიცვი და რაღაცა ხო, მაგრამ მე რა ვიცი, არ ვიცი. ვნახოთ, აბა ვნახოთ. როგორ იქნება მაგის ამბავი. ნანა, ნინი ულამაზესი ხარ, მადლობა საყვარელო. ვიოლა, კი ხშირად ვერ ეგუებიან ბავშვის ინდივიდუალობას ბაღშიც და სკოლაშიც, ეს ძალიან ცუდია. ნათია, ეკლესიაში მიაქვს ხოლმე მრევლს მიაქვსო ტანსაცმელი, ხო ვიცი, აი მეც წავიღე ორჯერ წავიღე, ძალიან დიდი პარკი ახლა აქ რომ მიდევს ასეთი ძალიან დიდი პარკი და აქვე ეკლესია რო არის კარფურისკენ რო ჩადიხარ პატარა წუნა ეკლესია და მაგრამ მაგის მე რა შევამჩნიე იცით, ანუ გარეთ ალაგებენ, ანუ ეკლესიაში კი არ შეაქვთ,
მოხდლები თუ არ ვიცი დამლაგებელი თუ ვინ მოკლედ გარეთ ალაგებენ სკამებზე ამ ტანსაცმელს და მე ეს ტანსაცმელი ზოგი ხო მიაქვს და ზოგი არ მიაქვს მე ისევ ძირს ყრია ან კატაულის ან ძაღლი აი ესე სკამებზე ხომ მე გადაფენილი სულ და მე გაჩვენებთ რომ ჩავივლი ხო და არ მინდა რომ ასე რაღაც შეურაცხყოფასავით არის ტანსაცმლის თითქოს და ანუ მინდა რომ ის ადგილას მივიტანო სადაც საჭიროები ყველა ვარიანტში საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ უნდა გადავახარისხო ქალი ცალკე კაცი ცალკე ბავშვი ცალკე და უნდა დავაწერო და იქ აკასთან წავიღებ ირმა, არა მარტო გადარჩენას, თუმცა მე ისიც აღნიშნე, რომ კარგი მას უნდა ყავდესკო, ვისაც უნდა მიიყვანს, ვისაც არა, ყველას თავისი შეხედულება აქვს, თუმცა მე ესე ვთვლი ბაღი არის კარგი, ბევრ რამეს სწავლობენ და ეჩვევიან მთელი დღე სახლში ბავშვის ყოფნა, მე არ მივესალმები ტელესთან და ტელევიზორთან რა უმეტესობა მით უმეტეს, თუმცა კიდევ ვიძახი კარგ მასწავლებელთან, კარგ გარემოში პოზიტიური და მზრუნველი გარემო კი არის მისი წარმატებული განვითარების მყარი საბუთური კეთანხმებით ვიფასო აი როგორ თქვი მე ვისაუბრე ამაზე გუშინ იმ ბლოგში ანუ თუ კი მე მეწოდინება რომ ბავშვი კარგად იქნება რა თქმა უნდა მივიყვან და ასევე აი მანანამ რო დაწერა საფრანგეთში როგორ არის აი თუნდაც გერმანიაში როგორ არის ეგეთი ბაღები რო ყავდეს მე სახლში რატო დავტოვებდი ბავშვს ანუ მე რაც ბავშვისთვის უკეთესია ეგ მინდა და ჩემი სიტუაციიდან და ჩემ ბავშვთან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას და ამ კონკრეტულ გარემოში სადაც მე არ მყავს არ ვიცი რომელი ბაღია კარგი ანუ მე რომ მივიყვანო უნდა მივიყვანო რანდომულად არ მინდა რომ მივიყვანო იმიტომ რომ იმ ხელას ზიანი შეიძლება მიიღოს მან რომ სარგებელს მაგდენს ვერ მიიღებს რამხელად შეიძლება მიიღოს ზიანი და ამიტომ არ მიმყავს აი ეს ვთქვი და ავხსენი ანინა დვალინი ერთ-ერთია თანხმად რა აზრების არასოდეს არაფერს გაუბოროტები ვარ ნაადრევად დედის გარდაცვალებიდან დაწყებული ჩემი ჯანმრთელობის პრობლემებით დამთავრებული არასოდეს გამიფიქრია მე რატომ ყველაფერი მივიღე უფლის გამოწვევად როგორი ჩემიანი ხარ როგორ ახლოს ხარ ჩემს ფიქრებს რანაირად და ჩემზე უმცროსი ხარ მიყვარხარ ჩემო ძვირფას ძალიან ხო აი ეს არის სულით მონათესავე ვეძახი მე რომ აი შეიძლება ადამიანი შენი არავინ არის შეიძლება არც იცოდე მისი არსებობის შესახებ მაგრამ ვართ ესეთი ადამიანები რომელსაც რაღაცნაირად ერთმანეთის გაგრძელებასავით არის ჩვენი სული და გული და ეს ძალიან დიდი ბედნიერება ამით უმეტეს როცა ეს ადამიანის ცხოვრებაში შეხვდები ლიკა ხო ფარული თითქოს კარგი კომენტარი, მაგრამ რეალურად კარგი და დადებითი არ არის ასეთ კომენტარებს არ მივესალმები, ჯობია გაჩუმდნენ, რატო წერენ საერთოდ არ ვიცი. სპეციალურად წერენ ხოლმე რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაგალითად მირჩევნია ადამიანმა ლანძღოს და ცუდი სიტყვებით მომიხსენიოს, ვიდრე ზრდილობიანი სიტყვებით, ვითომ კარგი მითხრას და შიგ საწამლავი ჩააწვეთოს ეს როგორია იცი? ვიღაცა შორიდან დგას და ტალახს გესვრის რა და იცი რომ ეს ტალახის სროლელია და ნუ ხო იცი და თავს იცავ მისგან, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც შენთან მოდის სტუმრად, მოაქვს შენთან ტორტი ულამაზესი და შენ რო ჭამ, მაშინ ხვდები რომ ეგ საწამლავია ჩაწვეთებული, ხვდები? ანუ აი ესეთი უფრო ესეთი ის მაქვს ასოციაცია, ესეთი უფრო ეს არის საშიში სინამდვილეში და უფრო საძულველიც ჩემთვის ეს წვეთი როა შხამის. ისევ ლიკასულ ვამბობდი, ეხლაც ვიტყვი ყველა რომ ხდებოდეს, რომ ადამიანი არის ინდივიდუალური და არავის არ აქვს ამ ინდივიდუალობის წარსმების უფლება, უფრო ბედნიერები იქნებოდნენ ადამიანები და უფრო კეთილები. იცი რა არის, ესე მგონია, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს არ ესმით, ანუ მათ არ იციან რა არის თავისუფლება, არ იციან რა არის პირადი სივრცე, რომ ამას პატივი უნდა სცე, ანუ თვითონ არ აქვთ ის, თვითონ აქვთ წართმეული და იმიტომ უნდათ რომ სხვასაც ზაართვან, იმიტომ რომ ვერ იტანენ, იმიტომ რომ გრძნობენ თავის თავში იმის დანაკლეს, ანუ ესე რა, ანუ სინათლე შენში შეურაცხყოფს სიბნელეს მათშიო. აი ეგეთი რაღაცა. ხო.
ბაბი, კარგები ხართ? მარიამ, როდის მიდიხარ სხვაზე? არ ვიცი, ზეფასო, ალბათ ივლისის შუადან აგვისტოს შუამდე რაღაც პერიოდში, არ ვიცი ზუსტად. ჩემი თაგო კაცას ყოველთვის ერთი თარო რო აქვთ. ხო. ნუ არ ვიცი, შეიძლება არიან ისეთები, ვისაც სოლზე მეტი აქვს, მაგრამ უმეტესად მგონი ესეა. ირმა, როგორ გიხდება საყვარელო კაბის ფერის სტილი და საოცარ ფორმაში ხარ მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ, ჩემო ტკბილო და კარგო. ძვირფასო ადამიანო. ქრისტინე, იკას არ შეუძლია ყვავილებით სიაული, მაგრამ აი მაგიდას გადასაწმენდი რო გამოგართვა, ამით გითხრა მიყვარხარ, თქვენ შორის ციყვავილის დაფია და არასოდეს გაწყვეტილიყას უფალმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ძვირფასო. ხო, აი მე მივიღე რა. რაც შეუძლია იმას აკეთებს და всё დავმშვიდდი. სანამ იმას ვითხოვდი, რაც მე მინდოდა და ვერ ვიღებდი, ძალიან აფორი აქებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი მივიღეს, დავმშვიდდი. იმიტომ რომ თან აღარც ვითხოვ და რო აღარ ვითხოვ, იმით აღარ მიცრუდება და არ ვბრაზობ და არ ვწარდები, ხო ხდები. ირმა, ჩემი სიყვარული ხარ, ჩემო თოჯინაო, მადლობა, ჩემო საყვარელო. ნინი, რა კარგი შვილები ყავს, წარმატებები მათო, მადლობა, ჩემო საყვარელო. ნინო, ძალიან ლამაზი ფიგურა და ზოგადად ლამაზი დედიკო, კარგი ადამიანი ყავს შენ შვილს. ვაიმე, დიდი მადლობა, ძვირფასო. მარიამ, ნინი ლამაზო, ძალიან ლამაზი ხარ, კაბა ულამაზესიაო. დიდი მადლობა, ჩემო სიყვარულო, ამდენი კომპლიმენტი მივიღე. რუსკა ველოდებოდი ვინ მოვიდა და პირსახოთი შემოსაღება თუ რა საყვარელი ხარ, გამეცინა ამ კომენტარზე. ნატო მილიონი % მართალი ხარ და სიმართლე ისაუბრე, შენ ისეთი აღზრდილი და გაზრდილი შვილები ყავს, ყოველი მათი ნახვა მიხარია. აივა კიდე სულ სხვანაირი ამომავალი მზესავით, ანაზი, თბილი ციმციმა, გოგო, როგორ უფრთხილდები მისი სულის სიმშვიდეს, მაბედნიერეს, შენი დედლო, მე თუ როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ. ანუ რა საოცრება, აი მოვდივარ და ჩემთვის ეს არის საოცრება, როცა შეიძლება ადამიანმა ისე დაგინახოს, ისე დაინახოს შენი სული. ადამიანმა რომელზეც ანუ არ გიცნობ და არ იცნობდი და უცებ დაინახა შენი სული და შენ დაინახე მისი სული და ესეთი მშვენიერია. ამ დროს შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება შენს გვერდზე იყოს, შენს გვერდზე ცხოვრობდეს და შენი სული მაინც ვერასდროს ვერ დაინახოს, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეეძლოს შენი სულის დანახვა. და აი ეს თვითონ ეს ფაქტიც ძალიან მშვენიერია. რა ლამაზი ხელები გაქვს. მე ყოველთვის თითებს ვაკვირდები ადამიანის არ ვიცი რატომ მომწონს ასე ხელებიო. სხვათა შორის წონა რომ მქონა მომატებული, საერთოდ დაკარგული ქონდა სილამაზე, ჩემი ხელები, ჩემი ფიგურა, ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ წონა არ უნდა მქონდეს ზედმეტი, როგორც კი წონა მაქვს ზედმეტი, მეკარგება ყველაფერი. რაც ლამაზი მაქვს. მოკლედ მიყვარხართ, კარგ დღეს გისურვებთ. აი მარტო სიხარული და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს ჩვენთვის ყველასთვის. გოცნით.